წყაროში წითელ წიგნში შეტანილი სარსარაკზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა. კანონდარღვევა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააფიქსირეს. სამართალდამღოებს პროჟექტორის გამოყენებით უკანონოდ მოპოვებული ჰყავდათ 1 კურდღელი და 16 სარსარაკი, რომელზეც ნადირობა აკრძალულია და ის წითელ წიგნშია შეტანილი. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოზე მიყენებული ზარალი 24,000 ლარს შეადგენს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, ვნახოთ ვიდეო. აი წამოიღე ნანადირები რაც არის. კურდღელი წამოიღე, კურდღელი სამინა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დედოფლის წყაროში გამოვლენილი იქნა უკანონო ნადირობის ფაქტი. კერძოდ, სამართალდამღოები ნადირობდნენ ეგრეთ წოდებული პროჟექტორის გამოყენებით და მოპოვებული ჰქონდათ 1 ერთეული კურდღელი და 16 ერთეული სარსარაკი. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 24,000 ლარი, ვინაიდან მასალები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. რძის და ხორცის საწარმოებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა დედოფლის წყაროელმა მეწარმემ ბესიკ თოფჩიშვილმა, რომელსაც რძის გადამამუშავებელი